ჩემი წიგნის პრეზენტაცია დღეს გახლავთ, ასე ვთქვათ, ჩემთვის უკვე ამ პროფესიაში დებიუტი. მოწვეული ხალხი ძალიან კმაყოფილი დარჩა, ვინაიდან მაინც მოლოდინი არ ჰქონდათ, რომ და ბევრმა არ იცოდა, რომ თქვა საბავშვო წიგნის ასე ვთქვათ, პოეტი ვიქნებოდი, ყველა მიცნობდა როგორც მხატვარი, ილუსტრატორი. დღევანდელმა საღამომ ძალიან ანშლაგით ჩაიარა, ყველა კმაყოფილი დარჩა და უბრალოდ უშუალოდ მინდა ხაზი გაუსვა თვითონ ამ ფაქტს, რომ უკრაინის ფონდთან დაკავშირებით გადავწყვიტე, რომ ეს პრეზენტაცია დამეკავშირებია და შემოსული თანხა უკრაინის ფონდისათვის რომ გადამერიცხა. წიგნში შესულია 50 ლექსი და ჩანართების სახით მაქვს ილუსტრაციები შექმნილი. რატომ საბავშვო პოეზია? ალბათ იმიტომ, რომ ბავშვების სიყვარულიდან გამომდინარე და ჩემმა საკუთარმა შვილებმა დამაწერიეს და სრული გამიჩინეს, რომ ეს კრებული გამომეცა ძალიან ადრე და მალე. რაც შეეხება მეორე კრებულს, დაწყებულია უკვე მუშაობა და სადღაც ახალი წლის პერიოდებში ვგეგმავთ, რომ პომპეზურათაც მოხდეს და მგონია, რომ მკითხველმა კარგად უნდა მიიღოს და შეაფასოს, რაც მთავარია ჩემთვის უდიდესი პატივისცემა იქნება და ასე ვთქვათ, სტიმული, რომ ყველა ესე კეთილი განწყობით მიიღებს. ბავშვები არის ჩვენი მომავალი თაობა, ხო? ქვეყნის მოხვალინდელი დღე და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რაზე გაიზრდებიან, რა ფასეულობებზე გაიზრდებიან ეს ბავშვები და როგორი მომავალი ეყოლება ქვეყანას. და აი რომ გადაფურცლოთ ეკას აი ეს წიგნი, თქვენ ნახავთ, რომ რამხელა სიყვარულია ჩადებული, რამხელა პატრიოტიზმი დევს, როგორ აი ესეთი დიდი სიყვარულით და სიფრთხილით არის მიწოდებული აი ესეთი დიდი ადამიანური თვისებები, როგორც არის მეგობრობა, ურთიერთობა, ადამიანური სიყვარული და ასე შემდეგ. მე მინდა წარმატება უსურვო ქალბატონ ეკას და შემდგომი წინსვლა როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე აი შემოქმედებით მოღვაწეობაში.